მოგესალმებით ძირფასებო, ახლა ვიმყოფებით ხეივანზე და ჩვენ დაგათვალიერებინებ ჩვენს ურძნებს და დამტვერიანებულ ვაზებს. მოგესალმებით ძირფასებო, დაგიბრუნდა ჩემი ვაჟკაცი მოგვივიდა, მივიდა სკოლაში ულოცავ სიხარულს, ფრიადოს არის ბიჭი მოგვივიდა და ეხლა დაგათვალიერებინოთ ეს ჩვენი გვიანელები რა. ნახეთ როგორ გამოიყურება ესენი ზოგი მეებში გვაქვს, ნახეთ. აი ჯერ კიდე როგორი კარგად იყურება ეს გვიანელა ყურძნები, ვენახში და მოვკრიფეთ ცოტა იქ ვიყავით კიდე და ნახეთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი აგერ ხეივანზე ჩამოკიდებული ზოგი აქეთ დავკრიფეთ, მოდი აბა ჩემო სიხარულო. ზოგი გვიანელე, ზოგი დაბლაცასხია, ზოგი აი მაგალითად არის ესეთი ისინი რომ გვიან უძლებს ეს ყველაფერი და აი ესეთი ყურძენი უყურეთ ეხლა აი მას, აი უყურეთ. აი ეს არის ერთი მტევანი და ეს არის აუთომ როიალი. აი ეკედან გადააჯიშეს, რო იტყვიან ამერიკული ერთ-ერთი დედაჯიშე, რომელიც უწივწოები გამოიგონეს და მთელ სოფლიოში ეხლა არა დანომრილია ცნობილი, არა 30 და ესეთი რაღაცები 28 და ყველაფერი. ესენი არის ჩვენი პატარა ხეივნები, აგერ მოდი სიხარულო ეს არის ჩვენი დარგული ვაზი, ამას ალკე გაჩვენებთ კიდე, აგერ ნახეთ უკვე ახლა ცოტა გამოვაყარეთ ეს დარგული და აი როგორ შემოიდარქები და აი ამონაყრელები ერთი, აი უკვე აქაც შემოდის და მერე გადავჭრით ესე და ესე და სამს დაურჩეთ ამ ერთ-ერთ და ხეივანი იქნება ჩვეულებრივ როგორც აი აგერ არის ხეივნები, აქეთ წამოსულები. ახლა წავიდეთ შემოსიხარულო, ვაჩვენოთ ახლა დამტვერენებული ვაზების ავიღოთ ციფრები, აბა წამოდი. აგერ არის აქეთ ჩვენი ყურძნები, ჩემო ძვირფასებო, აგერ ზოგი იმასში გვაქვს შეფუთული, აქაც ჩამოკიდული ეს ულამაზესად, აგერ შიგბადეებში როგორ არის კარგად გამოიყურება აქეთ. ჩაგახედებთ აქაც და ეხლა ჩვენ გვინდა გაჩვენოთ, აგერ ჩვენი ისინი კიდე როგორ გამოიყურება ყურძნები, ნახეთ. როგორ მდგომარეობაშია ჯერ კიდე როგორ არის კარგად შენარჩუნებული. ესენი უკვე გვიანელა ყურძნებია, აი ნახეთ. მოდი აბა ჩემო სიხარულო, ნახე რა მტევნები გაქვს ბიჭო, ნახე. აბა ნახე. ამებს რომ დავავტვერიანებთ, ნახეთ როგორ არის ჩამოკიდებული, სხვადასხვა ჯიშებია ეს ყველაფერი. აბა ეხლა გადავიდეთ იქით. მოდი აქეთ, აი აქეთაც როგორ არის ესენი შავი თითები, აქეთ ეს ყველაფერი და ეხლა იქით გავაგზელებთ, ეხლა მივალთ ჩვენ დამტვერენებულ ვაზებთან, რომელიც უნდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი. აი ნახეთ. აგერ როგორ არის კიდე შენარჩუნებული ჩვენი ყურძნები და ეხლა მიზაპირ გაჩვენებთ, აგერ ერთი მტევანი ეს აქაც მოვალთ. და აი ეს მტევანი რომელიც დიდი ის გამოიწვია მას და ეხლა ჩემი სიხარულო დამიჭერე სიხარულო. ეხლა უკვე ეს არის მზად შემოკარგებო. ეს მზად არის უკვე, ეხლა ჩვენ შეგვიძლია უკვე აქ არის ყველაფერი, როგორ არის და ესენი უნდა ავიღოთ ამისი წიფწები. ესეთ ეგრეთ წოდებული წიფწები. აი უყურეთ, მტევანს ავწყვეტ და რო არ შეგვეშალოს და ვდება აქ. აბა წამოდი იქითაც გიორგი. აი ესენი არის ზამთარში დამტვერიანებულები. აი და უნდა შემოსულიყო, აი ოქტომბერს ველოდებოდით რომ კარგად შემოსულიყო წიფწები. ეხლა ჩვენ გავჩვენებთ ამას, როგორ უნდა გავაკეთოთ. წავალთ ეხლა მაღლა და იმ თვითონ წინა წლის გაზრდილ ერთწლიან წიფწებს გაჩვენებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ. წავიდეთ. მოგესალმებით, ახლა ვიმყოფებით ჩვენს უბრალო ოთახში. მოგესალმებით ძვირფასებო, აი ვაგზელებთ ამ ყველაფერს და შეხედულება რომ გაგისდეთ. ეს ჩვენი ვიდეოები ვინცა ნახა, შეგიძლიათ ეს ყველაფერი აი დაანათეგინოთ, ეს არის წინა წლის დათესილი წიფწები. უყურეთ როგორ არის, აი ხები უკვე შემოიდა, ახლა მოიტაგინოთ. გიორგი მამივიდა ჩემი სიხარული და ეხლა გაჩვენოთ ეს რომ დავავტვერიანეთ, ვინც უყურებდით, დარჩა ეს მარცვლები. ეხლა უყურეთ შემოკარგებო. აი ვიღებთ ამას არ ვარიდებ და თავის იმაში ეს უკვე სუფთა ის იქნება და აი მარცვალს რო ამოარიდებთ არა, მაგალითად ესე გავჭერით, ოდნავ გარედან რომ წიფწები არ დავაზიანოთ. რამდენი წიფწაც გამოვუყურეთ უკვე შემოსულია ოქტომბერამდე, იმიტომ მივიყვანე ესენი. უყურეთ, აი ორი ცალი გამოუვა ამას. ჩავძირავთ, თუ კიდე აქ აქეთ ვნახოთ. შეჯვარებულია ესენი თქვათ, აჰა. გამოდის 4 გამოვიდა ესენი. აი ესენი უნდა გაირეცხოს კარგად. აი ესენი უნდა გაირეცხოს სულ ყველა ისე რომ გადარიდეს ეს. თუ ეხლა ამას ამოუტივტივ და მაღლა ტივტივებს აი ეს უყურეთ ეხლა ეს. აი უყურეთ მაღლა ტივტივებს ეს არ ვარგა. ამას არა კურკა არ ვარგა ეს გადასაგდებია და აი რაც ჩაიძირა კარგია. მე ამებს ამოვიღებ და აი ესეთ ბადეში ვაშრობ აი. ხოლო აი მას არა ამას უყოლებ რაც არის დამტვერიანებული უყურეთ რა ეს. აი რაზეც არის დამტვერიანებული. ამებს ამ რამდენიმე წიფწას იქიდანაც ამოვიღებთ. აქ კარგად გარეცხილს, კარგია ღამე ეყაროს და დღის დამოიღო და აი ესე ჩავყრით. ჩავყრით და გავაშრობთ ამას არ ძალიან მზეზე, არ ძალიან ჩრდილში. საშუალო ადგილას ნახევრადზეც მივიდეს, ცოტა გამოჩრეს და მერე უკვე ჩვენ აი ესეთ იმაში დავაწერებ ზედ უკვე ამას, ევერესტია თუ იუპიტერი რაც არისა და დავაწერებ და ამაში შევინახავ გაზაფხულამდე და მერე ამ წიფწებს დავთესავთ. აი უყურეთ ეხლა. აი ესენი მაგალითად არის დიქსონი ველესე და
ქართული ისინია კიდე ისე აქეთ ნახოთ აი ესა სამო პრიაბრაჟენიეზე პრიაბრაჟენიეზდება 3 კილომდე და სამო არის მუსკატი კიდე ქართული ჯიში ხო და აი მასავ ლაპარაკობ ჩემო ძვირფასებო ჩვენ რო აი უყურეთ ახლა ეს არის საძინებელ ოთახში ჩემ ფანჯარაზე ეს ყველაფერი შუქმაც უყუროს და სითბოც იყოს აი აიქედან არის ეს ყველაფერი აი ესე ვლაპარაკობთ ხელი შეწყობა უნდა იყოს უფრო მეტი კარგი განათლება ვისაც აქვს მეტად მეცნიერული გადმოსცეს ეს ყველაფერი რომ მომავალ თაობამ გააკეთოს ესენი 600 ჯიში თუ გავაკეთოთ კიდე 600 ჯიში და არ დავრჩეთ წინა საუკუნეებისა ჩვენმა დალოცულმა წინაპრებმა რაც მოგცეს აჰა ეს სიმწები უკვე მომავალში ემზადება აი უყურება დაანათი გენაცვალებოდი ახლა ფესს უყურეთ აი უყურეთ ახლა აი ციფცა სადა აქვს ფესი გატანილი აი უყურეთ აი უყურეთ სადა არის წესული აქ ერთი არის აქ მაგალითად 3-ია აი უყურეთ ჩემი სიხარული იყო აი მოდის ხოლმე ახლა არც ასალიან უკვე ემზადება სამსაგანში დადის იმებზე ყველანაირ სპორტზე ყველაფერს აკეთებს რომ მოამზადოთ ყველაფრისთვის და გვინდა რომ მომავალ თაობამ ჩემო ძვირფასებო აი ეს ყველაფერი დაანათეთ ჩემო სიხარულო აი როგორ ყურძნებიდან შეიძლება შეჯვარება ეს მაგალითად ამაზე და გამოარ ვარდისფერი ან უფრო უკეთესი რაღაცები ნახე რა მხედა მარცვლიანებია ქართველებს არა გვაქვს ამხედა ისინი და კარგი იქნებოდა რომ კონდეს ეს ყველაფერი შევაჯვაროთ დეგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო და აი ეს ყველაფერი არის სახლის პირობებში გაკეთებული და თქვენ უკეთესად მოიძიეთ და მე ჩვენ მეცნიერებს ჩვენ ყველას იმას ვთხოვთ ერთ-ერთი პროგრამა გააკეთოთ მაინც საქართველოში რომ მიეცეს საშუალება რომ აი უბრალოდ იცოდნენ შეხედულება გქონდეთ მე მოგეცით ის რომ შეხედულება გქონდეთ რა როგორ აკეთება და დანარჩენი თქვენ გააკეთეთ შემოკარგებოდა თუ ვინმე გვერდზე მდგომი იქნება ჩვენი აუცილებლად ამ ყველაფერს შემიძლია რომ ყოველ წელს 30 და 50 ჯიში ახალი დავავტოერიანოთ მივიღოთ ისინი მხოლოდ 1-2 თვის გავლა დამჭირდება ძალიან მაგარ ადამიანებთან ან საქართველოში ასაზღარეთ უკეთესად რომ მივიღოთ ყველაფერი დეგემშვიდობებით ჩემი სიხარული აქ ამყავდა ნელა ჩავწერთ ხოლმე ვიდეოებს და აი ეს არის ჩვენი ყველაფერი ნახვამდის